გამარჯობა, მოგესალმებით. მიხარია რომ კვლავ ეთერში ვარ. მოკლედ ჩვენი ახალი სეზონი გაიხსნა, ჩემი გადაცემაც რა თქმა უნდა უკვე გავა ჩვენს არხზე ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი ტელევიზიის შესახებ თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილქნეზე ნომრით 259, ვართ ასევე მაი ვიდეოზე, გვაქვს სოციალური ქსელები, YouTube და Facebook გვერდი, სადაც იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები. გადავედით 24 საათიან მაუწყებლობაზე, უკვე რამოდენიმე წელია და ვართ სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში გვიყურებენ. და რა თქმა უნდა, ვართ ახალ ქსელებზე, ნომრით 292 და მოკლედ ჩვენი გადაცემები და ჩვენი ტელევიზია კვლავ მზად არის რომ გემსახუროთ. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ძალიან საყვარელი ადამიანი, ჩემი სტუმარი, ქალბატონი ნათია ჯიმშელეიშვილი, რომელიც გახლავთ პოეტი, ასევე ჟურნალისტი და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ხანძთის მონასტერი. შედგა ტური, მე ვნახე ის გადაცემა, ესე ვთქვათ, სიუჟეტი, რომელიც ქალბატონმა ნათიამ თავად, ესე ვთქვათ, მოგვაწოდა. სიუჟეტი არის ტაუკლარჯეთთან დაკავშირებით, შედგა ტური და იმოგზაურეს ტაუკლარჯეთში, ქალბატონი ნათია მოგიყვებათ აი ამის შესახებ უფრო ვრცლად და რა თქმა უნდა მე არ შემიძლია ჩემთან სტუმრად იმყოფებოდა ქალბატონი ნათია რამოდენიმე თვის უკან, ჩვენ ძალიან თბილი გადაცემაც ჩავწერეთ და ძალიან დიდი გამოხმაურებაც ჰქონდა ამ გადაცემას მინდა გითხრათ. მე ვიმედოვნებ ქალბატონ ნათია რომ იგივე იქნება ახლა დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. იმ ქართველებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან და არიან, ესე ვთქვათ, თურქეთის ტერიტორიაზე და გვაქვს განსხვავებული შეიძლება, ესე ვთქვათ, ტრადიციები, მაგრამ ისინი ყოველთვის აღიარებენ, რომ არიან ქართველები. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და სასიხარულო ამბავია, რომ ისინი თავს ქართველებად თვლიან. მოგესალმები ნათია, მადლობა რომ მობრძანდით ჩემთან გადაცემაში და მოდით დავიწყოთ. დღევანდელი გადაცემა იმ ტურით, იმ შთაბეჭდილებებით, რაც თქვენ მიიღეთ ტაუკლარჯეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ მომიწვიეთ და ამ თემით დაინტერესდით. აღნიშნავ, რომ ძალიან ნაკლებად ინტერესდებიან ზოგადად ასეთი თემით ტელევიზიები და ამას სამწუხაროდ აღნიშნავ, თუმცა იმ აუდიტორიას, რომელიც ჩემს სიუჟეტებს უყურებ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რამე თუ ძალიან დიდი ნახვები აქვს ამ ვიდეოებს და ზოგადად საზოგადოებას ეს ძალიან აინტერესებს. შემოთავაზება დიდი სიამოვნებით მივიღე თქვენი ტელევიზიიდან, რომ ამ თემაზე მესაუბრა და მე დღეს თქვენი სტუმარი ვარ საბედნიეროდ. მოკლედ ტაუკლარჯეთის თემა არა მარტო ჩემთვის არის საინტერესო და ძალიან აქტუალური სხვათა შორის ამ საუკუნეში, ასე რომ ვთქვა და ბოლო პერიოდში ბევრი ისტორიკოსი მუშაობს ამაზე, ბევრი ადამიანი დაინტერესებული არის და მათ შორის მეც ჩემი ენთუზიაზმით ვარ ჩართული ამ ყველაფერში. რაც შეეხება ახლანდელ მოგზაურობას ტაუკლარჯეთის ტერიტორიაზე, მოვინახულეთ რამდენიმე ეკლესია, მონასტერი და ძირითადად ტაოსა და კლარჯეთში გახდით და შავშეთში და ასე შემდეგ იქეთ ავყოფილვართ, მაგრამ ეს იყო სამდღიანი არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით, სევდით, სიხარულით, სიამაყით, ცრემლით ახსავსე მოგზაურობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად და მეტად გვიმძაფრდება. ჩემთვის ეს პირველი არ ყოფილა, მაგრამ ვინც იყო ჩემთან ერთად მათზე მაქვს საუბარი, კიდევ უფრო მეტად უმძაფრდებათ ის განცდები, რაც იქ მიიღეს. და თითქოს დაღლა არ იგრძნობოდა, მე ვუყურებდი ამ სიუჟეტს და არანაირი დაღლა არ იგრძნობოდა, პირიქით რაღაც მართლა ენთუზიაზმით იყავით ყველა და რაღაც ინტერესით, რომ აი რა დაგხვდებოდათ წინ და წინ. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დაღლა არ შეიძლება. ძალიან თბილი გარემო იყო და ადამიანი. შეიძლება. იცით რა არის, ჩემი თანამგზავრები იყვნენ ძალიან კარგი ადამიანები, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს მესამე საჯარო სკოლა. გახლდათ პედაგოგები, დირექტორი და რამდენიმე ახალგაზრდა იყო ჩვენს შემადგენლობაში. ესე იგი
იმდენად ბედნიერი ვარ მე რომ მათ მოინდომეს ჩემთან ერთად ტაო-კლარჯეთის მონახულება. ეს არ იყო ჩვეულებრივად ტური და ექსკურსია, ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა წარსულთან და შეხვედრა თანამედროვე იქაურ ქართველებთან. როგორც ტურები თავაზობენ ხოლმე რომ მოვინახულებთ ამას, ეს არ იყო ასეთი ტური. ჩვენ გვქონდა სტუმრობა ოჯახშიც, მინდა აუცილებლად აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო იქაურ ქართველს ჩემს ძვირფას მეგობარს, ასევე ისტორიკოს ბატონ იაშარ გულერ მჭედლიშვილს, რომელმაც გვიმასპინძლა საკუთარ სახლში სოფელ ხევაიში, ტაოში, ქართული სოფელი გახლავთ. ძალიან ბევრი სიუჟეტი მაქვს ამ ოჯახიდან და ამ სოფლიდან გაკეთებული, მაგრამ წარმოგიდგენიათ მთელი ეს შემადგენლობა 18 კაციანი ჯგუფი გვიმასპინძლა სახლში და თავადაც რა თქმა უნდა ბედნიერი იყო იმით რომ საქართველოსდან ამდენი სტუმარი ეწვია მის ოჯახს. სწორედ ესეთი ურთიერთობებით არის შემდეგ რომ პატარა ხიდები იგება ჩვენს შორის და ეს სითბო აუცილებელია რომ ჩვენ შორის ურთიერთობები არ ჩაიშალოს. აი გაქვს თუ არა ნათია დაუშვათ რაიმე აი სახელმწიფოდან რაიმე დაუშვათ ახმარება ან თუნდაც ელემენტარული ან ტრანსპორტის მხრივ თუ მხოლოდ შენი ისე ვთქვათ სახსრებით აგვარებ ამ ყველაფერს. საკუთარი სახსრებით და რა საინტერესო და აუცილებელი შეკითხვა და მისთვის მადლობა ამისთვის. მე ვფიქრობ რომ ამაზე აუცილებლად უნდა ვსაუბრობდე, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად აღვნიშნავ ხოლმე ისევ იქედან გამომდინარე რომ ეს საუხერხულო თემად მიმაჩნია რომ მე თავად აღვნიშნო. რა კი ჩემს ინტერესებში შედის, ჩემს სურვილებს ვეკმაყოფილებ, ამიტომ მე მერიდება რომ ვინმეს ამის შესახებ რაღაც ვთხოვო. რა თქმა უნდა, მაგრამ შენ აკეთებ. რა თქმა უნდა, შენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ ნაბიჯებს დგავ და აკეთებ საქმეს, საკმაოდ კარგ საქმეს. აი ახსენე რომ აი ხიდები, პატარა ხიდები გაიგებაო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და ქვეყნისთვის, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ქართველები არიან, რომლებმაც ნახევარზე მეტად მივთვლი რომ არიციან ჩვენს შესახებ. არიან ძალიან ბევრი რამე არიციან, განსაკუთრებით არიციან წარსული. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რა. არიციან ისტორია თავის შესახებ, თავისი წარმომავლობის შესახებ იციან რომ არიან საქართველოსდან, ქართული ფესვები აქვთ, მაგრამ არიციან თავარი რატომ არიან თქვათ დღეს აი ამ ვითარებაში და ასე შემდეგ და საიდან აღმოჩნდნენ იქ. ადამიანებში რომ გაივლი და გამოკითხვას აწარმოებ, ყველა ერთი და იგივეს გიყვება რომ თავისი ნენეები და ისინი ხო დედები და ნენეები წასულან საქართველოსდან. ანუ რატომ წასულან, რა პროცესები გაიარეს, ისტორიულად რა ფაქტები არსებობს, ამის შესახებ საერთოდ არაფერი არ იციან. ოჯახში არ ყვებიან ამის შესახებ, თუ მათაც არ აქვთ იმდენად ინფორმაცია, რომ თავიანთ შვილებს უამბობენ. რაც ახსოვთ, როგორც თქვი, ანუ თავისი წინაპრებიდან, ანუ სახში როდესაც საუბრობდნენ ქართულ ენაზე, უბრალოდ ისიც კი არ იცოდნენ, რომ ეს ამენის წარმომავლობა საქართველოსდან იყო, მათი ამ ენის ესე იგი კულტურას, როგორი კულტურის შვილები არიან, საიდან არის ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ისტორია ზოგადად ამის შესახებ ინფორმაცია არა, თითქმის არა აქვს და ვინც უკვე გამოსულია საზღვრებს გარეთ და ვისაც აქვს ურთიერთობა ქართულ საზოგადოებასთან, შესაძლებელია იცოდეს მან რაღაც დონეზე, მაგრამ არა საფუძვლიანად, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ესე ვთქვათ, კარგ საქმეს აკეთებ, ფაქტიურად შენი ქვეყნის ისტორიაში რაღაც შენ ესე ვთქვათ, ხელწერას ტოვებ და შენს კი კვალს ტოვებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველები ძალიან ცოტა ვართ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა ერის წარმომადგენელი ავსებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გაედინებიან ქვეყნიდან. ამიტომ თუ სადმე დავუშვათ ქართველს ვნახავთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ პირიქით იმას, რომ ისინი ან დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, ან სურვილი მაინც გაუჩინოთ, რომ როდესმე მაინც დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და ამაში ძალიან დიდი როლი მიგიწევს. ძალიან დიდი მადლობა. ან რაც შეეხება წეხან მკითხეთ ფინანსებს, აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით, საკუთარი სახსრებით და თქვენ რომ წარმოიდგინოთ, როგორ თუ შეიძლება აი ამ სიტყვას გამოვიყენებ, ვწვალობ იმისთვის, რომ მე მომდევნო დაგეგმილი ან დაუგეგმავი და უცებ სპონტანურად შემდგარი რაღაცა გასვლატური, ესე იგი ვუზრუნველყო, იმიტომ რომ აუცილებელია ხო რომ მიდიხარ, აუცილებელია კი მართალია იქ
გვხვდებიან ძალიან ბევრი ახლობლები, ოჯახები და ასე შემდეგ, მაგრამ საკუთარი ფინანსები არის აუცილებელი, რომ იქამდე მიხვიდე და რაღაცა მინიმალური აუცილებლობები დაიკმაყოფილო. ეს ყველაფერი არის საკუთარი სახსრებით და მე რომ გითხრათ სიმართლე, ამას რაღაცა დიდ ტრაგედიად არ ვთვლი. ალბათ ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თორე სინამდვილეში ამას ძალიან დიდი ხელშეწყობა ჭირდება. ვიდეოებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს მომზადებული. ელემენტარული, ტექნიკური საშუალებებიც კი ძალიან მწირია. მხოლოდ ერთი პატარა უბრალო ტელეფონი, ძალიან უბრალო ესეც არის შექმნილი ის ვიდეო მასალები, რომელიც რჩება, ხო და დარჩება ის, რა თქმა უნდა, არქივში. რა თქმა უნდა, მე ვნახე ნათია შენი მოწოდებული მასალა. რა თქმა უნდა, ეტყობა რომ ტელეფონით არის გადაღებული, მაგრამ საკმაოდ ესე ვთქვათ, გემოვნებით და დახვეწილად და ესე ვთქვათ, ძალიან ესეთ სიტყვას გამოვიყენებ, შინაურულად, თბილად, მაგრამ თავარია რადევს აქ. და აქ რა აზრია და რა შეიძლება ნახოს მაყურებელმა და როგორ ისიამოვნოს. მე ვფიქრობ, რომ თავარი მაინც ეს არის. ამიტომ შენ მე ვფიქრობ, მაინც უფრო დიდ მასშტაბებზე გახვალ. და შეიძლება კიდეც რომ სხვები ჩაერთონ ამაში და დაგეხმარონ, ალბათ ძალიან დიდი სიამოვნება იქნება და აუცილებელიც არის. კი, ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ტელევიზია, ჩემი გადაცემა მით უმეტეს ყოველთვის მზად არის მიგიღოს და შენი ნებისმიერი სიახლე გააშუქოს და ნახოთ ეს მასალა. და მანამდე ჩვენ მაყურებელს ვაჩვენებთ კადრებს, მანამდე თუ დავუშვით შენ გაქვს რაიმე წაკითხვის სურვილი ან რაიმე გინდა ჩვენ მაყურებელს ვკითხავ აუცილებლად და მინდა გავიხსენო რა კი ხანძთის შესახებ სიუჟეტს ნახავს ამ ჩვენი საუბრის შემდეგ ჩვენი მაყურებელი, ამიტომ მინდა გავიხსენო ხანძთის მომენტები ყველაზე მძიმე და განცდებით ემოციებით და ცრემლებით სწორედ ეს იყო. ჯერ ხანძთა არის ისეთი ადგილი, სადაც ყველაზე უფრო რთული მისავალი გზა არის. მერე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას უკავშირდება და ვიცით გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან თუ როგორ იხილა მან, რომ სად უნდა გაეკეთებია და აეშენებია ეს მონასტერი და ამის ისტორიას რა თქმა უნდა აქ აღარ მოვყვები და ეს გახლავთ მე-7 საუკუნის, რა ვიცი, უნიკალური ძეგლი, რომლისგანაც დაიწყო საქართველოს ხსნა, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მთლიანად პოლიტიკური საგანმანათლებლო და სახელმწიფოებრივი აკვანი იქ დაეწა და ხანძთას მაინც სხვა დატვირთვა აქვს, სხვა განცდებს შეგიქმნით და მგონია რომ ესე იგი, როდესაც მივადექით აი ხანძთის მონასტერი უკვე რომ გამოჩნდა და ჩამოვედით ტრანსპორტიდან, რაღაც ისეთი მოხუცივით წელში მოხრილი იდგა თითქოს და გრიგოლ 102 წლის სასახლეში გარდაიცვალა ხო, როგორც ვიცით გრიგოლ ხანძთელი და აი რომ შევხედე ხანძთის მონასტერს, მეგონა რომ 102 წლის გრიგოლ ხანძთელი იდგა და გველოდებოდა და აი მართლა ძალიან ცრემლიანი იყო ჩვენთვის ჯერ თუმცა დაზიანებულია აუცილებლად აი მაგი უნდა აღნიშნო რომ დაზიანებულია და აი ეს გუმბათის ნაწილი რომელიც იყო შემორჩენილი ბოლო დროს ესე იგი ძლიერი წვიმების შედეგად ისიც ჩამოშლილა და ძალიან გულის ტკივილი გამოიწვია ერთი დანახვისთანავე ამ ყველაფერმა. მე მთელი ციკლი მაქვს პოეზიის შექმნილი საერთოდ ეს ტაო-კლარჯეთის თემაზე და არ შემიძლია უფრო ლექსად უფრო მეტად ვსაუბრობ და ვიდრე ისე თავისუფლად. და მინდა წაიკითხო, კი. ხო, ლექსი და მოდი ამის გარეშე ალბათ რა ვიცი. რა თქმა უნდა, ძალიან მოხდება აქედან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ამ თემის გაჟღერების საშუალება მეძლება. ნამდვილად საინტერესოა, მინდა ვთქვა. ვიარები ვეწვავ ხიდებს თამარ მეფის ნატერფალთან. გრიგოლ ხანძთელის საძვალეს ბაგრატოვანთ ნასახლართან, იმათ შვილის შვილის შვილთან, მათი სკივრის შემნახველთან, ნეტავ იმ ძველ საქართველოს, ჩემი თვალით შეგახედათ. სული მთებში შეუნახავთ, საიდუმლობს მთა და ბარი, მიվել ვნახე ძველის ძველი იქ რომ საქართველო არის, გარედან რომ მზეა ვითომ, შიგნით გულში ცეცხლის ალი, ვიღაც ჩვენებურს ამ ღერის ხმაში ტკივილები არის, ვიარები ნუ ბეწვავ ხიდებს სოლომონის ძვლების ალაგს ბაგრანტოვანთ ნავალ მიწას სხვად ვატოვებ ცრემლის მარაგს ყველაფერი მოსჩანს ტურფად თაბარი ვით კაცის ჩვევა ერთ დროს შვილი დედისგან შორს დედინაცვალს რომ ეჩვევა მერე ვითომ კარგად მოვლილს სახეზე სულ ღიმილიანს გარედან რომ დარდი არა მაგრამ გულში ტკივილი აქვს
პური რომ აქვს სხვაზე მეტი შიმშილი რომ არ აწუხებს მაგრამ სული რომ უტირის გული იტევს სხვა მარწუხებს ასეთია საქართველო იქ მთებში რომ კვნესის მღერად საზღვრის იქით ჯერ ქართველმა უტკივილოდ ვერ იმღერა მეც სულ ფიქრობ მათი ზნემჭირს უიმცაოდ ვერ ვიქნები იქ რომ მივალ უცხო არ ვარ იმ სამშობლოს გეფიცებით ბაგრატოვანთ სისხლის შვილთა მათი მიწის შემნახველთან ნეტავ იმ ძველ საქართველოს ჩემი თვალით შეგახედათ ძალიან ამაღელვებელი ლექსია მინდა გითხრა და ძალიან თბილი აი ნამდვილად იმოქმედა ჩემზე და თითქოს რაღაც იქ მომახვედრა ზუსტად სადაც შენ იყავი და რაც შენ განიცადე მე მგონია რომ ეს ყველამ უნდა განიცადოს ფიქრობ რომ ნამდვილად ყველა ქართველმა უნდა ნახოს ის ადგილი სადაც ჩვენი ისტორია და სადაც ჩვენი სიამაყეა იმიტომ რომ ხანძთას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ისტორიაში არა მარტო ისტორიაში არამედ მე ვფიქრობ ჩვენს გულებში, იმიტომ რომ დიდი ისტორია აქვს ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ ნახევარზე მეტმა არის სამწუხაროდ არიცის ამის შესახებ და სხვათა შორის მინდა აღნიშნო ერთი რამ რომ ესე იგი სულ ყოველთვის მაინტერესებდა აქ მივსულიყავი ადამიანებთან სხვა ადამიანებთან ერთად და ყოფილიყავი ყოველთვის მარტო და რატომ აი მინდოდა იქვე ადგილზე მენახა იმ ადამიანების განცდები რასაც მე განვიცდიდი ქონდათ თუ არა იგივე და მართლაც ესე იგი ჩვენი ჯგუფიდან გამოვარჩევ თითქმის ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ერთ ადამიანს პედაგოგი გახლავთ ლესიჭინეს მესამე საჯარო სკოლაში ქალბატონი ეკა სახურია არაჩვეულებრივი ადამიანი რომელმაც ვიდეოშიც ჩანს როგორი ცრემლებით იტირა და დაიტირა აი ცოცხალ მიცვალებულს ცოცხლად იქვე მიცვალებულს რომ ტირის ხოლმე ადამიანი ისეთნაირად და განსაკუთრებით როცა ამ ლექსს ვკითხულობ ჩანს მისი ემოცია და ესე იგი გამოხატული მდგომარეობა როგორ ტკიოდა მას ასევე მინდა ყველა მათგანი რა თქმა უნდა მადლობით მოვიხსენო ჩემი ჯგუფის წევრები იმიტომ რომ ეს იყო საოცარი მოგზაურობა ვიტყოდი მე არა ექსკურსია არამედ მოგზაურობა და ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც პედაგოგებით შემდგარი ჯგუფი იყო ჩემთან ერთად იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები რომლებიც აუცილებლად სხვანაირად ჩაუტარებენ გაკვეთილებს იმ ბავშვებს რომლებსაც გუშინდელი დღიდან უკვე შეხვდნენ და მიულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას რა თქმა უნდა მთლიანად სრულიად საქართველოს გილოცავთ ყველას ვილოცავ ჩვენს მოსწავლეებს ჩვენს სტუდენტებს და გილოცავ ნათია დიდი მადლობა და მინდა წარმატებები გისურვოთ და მოდით ვნახოთ სიუჟეტი რომელიც შენ მოგვიმზადე დიდი სიამოვნებით ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს დიდი მადლობა ყურადღებისათვის ეხლა კი დატკბით სიუჟეტით რომელიც ქალბატონმა ნათია მოგვაწოდა მე კი გემშვიდობებით მომავალ კვირამდე დროებით კარგად გრძანდებოდეთ შევჩერდით მეგობრებო მივდივართ ხანძთისაკენ და აქვე წყაროსთან გულის და პირის დასაგრილებლად Haydi. Kita gaulam azde da gage pranchos. Davagzilet za xantztisaken. Davvedit. Akkalar yani Stockholm'dan Varsova'dan var. Bir de 3 kilometre გზას კლარჯეთისკენ დავადგით.
ეს შერეული ემოციებით სავსე ვიდეო ასახავს არაერთგვაროვან განწყობას, იუმორს, ხიარულებას, სევდას, მოულოდნელობას, აღფრთოვანებას, ცრემლს, ტკივილს, სინანულს, სიყვარულს და კიდევ ბევრ რამეს. ხო, რაც მთავარია, სირცხვილს. მიუყვები მოწესრიგებულ, დაუსრულებლად გადაჭიმულ გზას. გაივლი თანამედროვედ გამართულ გვირაბებს და ამ თანამედროვეობაში ვერაფერთ წარმოიდგენ, რომ უცებ აღმოჩნდები სადღაც. მიუსაფარში დამყუდროებულ, თითქოს სამყაროდან განმარტოვებულ კლდოვან ადგილებში. გაივლი გზას, სადაც ფიქრობ, რომ ადამიანის არა, მხოლოდ უფლისხელი ურევია მის არსებობაში და უცებ აღმოჩნდები წარმოუდგენელი ტკივილის წინ. აყოლებ სივრცეს თვალს და ზევიდან გადმოგცქერის ხანძთის მონასტერი. მაშინვე გიჩნდება განცდა, რომ გელოდა და თვალი გზისკენ ეჭირა, თითქოს 102 წლის გრიგოლ ხანძთელს. ძვირფასო მეგობრებო, როგორც იქნა, გამოვიარეთ ეს გზაწვრილი, ასე რომ ვთქვათ და მოვედით ხანძთაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გუმბათი ჩამონგრეულა. გუმბათი იყო ძალიან სავალალოდ მდგომარეობაში და ახლა მინდა გაჩვენოთ ეს უძვირფასესი ტაძარი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის საძვალეცაა. შენ კი მაშინვე გრძნობ თავს დამნაშავედ და მუხლებით ეხები მიწისკენ აწვდილი აღმართებით ამავალ გზას. მეგობრებო, თუ გინდათ ეს სასწაული ნახოთ, უნდა გარისკოთ და გამოხვიდეთ. ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ამოვედი. ჯოხი მომიწებნოს, რომ ამოვიდე აქ ჯოხთან ერთად დახმარებით. თითქოს დაჩოქილი აღყავხარ უფალს, რომ ის ცოდვა გამოისყიდო მის წინაშე, რასაც საუკუნეებმა მიწა მიაყარა. ნანგრევებში მოაქცია და ურჯულოებივით ცვლები დაულეწა ქრისტიანული საქართველოს მშენებლობისთვის. იმ საქართველოსა, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო ღირსმა გრიგოლმა, თავის მოწაფეებთან ერთად, რწმენისა და განათლების განსამტკიცებლად, რომელსაც ხმალი უნდა ჩაენაცვლებია ქართლის განსათავისუფლებლად. ტერფები მეწვის, მუხლები მტკივა. თვალებით სრემლის ტბებია, იქ რომ ძაფივით ვზომეთ ხანძთელის მიწა, ვნებით გიახელ წმინდაო გრიგოლ. ტერფები მეწვის, მუხლები მტკივა და ძარღვებს თითქოს ასკდებათ სისხლი. აქ როგორ მოდი წმინდაო გრიგოლ დღეს, რატომ გქვია ხანძთაო სხვისი? ტერფები მეწვის, მუხლები მტკივა, ჩოქვით კი არა სინდისით უფრო. გრიგოლ ხანძთელო, სამშობლოს წირვავ, აქ არის შენი საძულე საუფლო და მაინც მუხლები მტკივა. ტერფებს მიწაწვავს ჩემო გამჩენო, რამდენ უიღბლო განთიად სიტან და მაინც მშვიდობ გრიგოლ ხანძთელო. თუ არა უფლის ხელი და უზენაესობა, აქ კაცი როგორ მოვიდოდა ტაძრის ასაგებად. დიახ, ეს იყო 784 წელი. ისტორიული წყაროების ცნობით, სულიწმინდა ოპიზის მონასტერში დამკვიდრებული წმინდა გრიგოლი ხანძთაში მიიყვანა. აქ მას მარტომყოფი ბერი ხუედიოსი დახვედრია. ბერმა სტუმარს მიდამოები დაათვალიერებია და გრიგოლმა ადგილი მონასტრის ასაშენებლად ძალიან მოიწონა. პირველად აქ ხის ეკლესია და ბერების სენაკები აიგო. მოგვიანებით აშენდა დიდი დარბაზი სატრაპეზოსთვის.
მე-19 საუკუნის დასაწყისში გრიგოლმა ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური მხარდაჭერით ქვის ეკლესიაც აღმართა. გურგენ კურაპალატის შვილმა აშოტ კუხმა მე-19 საუკუნეში აქ გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო, რომელიც ერისთავმა გურგენმა დაასრულა. მშენებლობის დაწყებამდე დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულა. ეკლესიისთვის ციცაბო კლდე დაუვაკებიათ, ჩავარდნილი ადგილები თაღებით მოუსწორებიათ, აღმოსავლეთ მხარეს კი საყრდენი კედელი ამოუყვანიათ. ტაძრის ასაშენებლად საჭირო ქვა და კირი ციცაბო ბილიკებით ძალიან შორი მანძილიდან მშენებლებს ზურგით მოუტანიათ. მერვე მე-10 საუკუნეებში ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ხანძთაში მოხვეწე პირთაგან წმინდა გრიგოლ ხანძთელის გარდა აღსანიშნავია არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ ხანძთაში დაწერა 950 წელს ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, საბაიშხნელი და მრავალი სხვა. ოსმალეთის იმპერიის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანძთა დაიცალა და დავიწყებას მიეცა. მივიწყებული მონასტერი მკვლევართათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1889 წელს. იდენტიფიცირების და ლოკალიზების საკითხი ბოლო დრომდე იდგა ისტორიულ სინამდვილეში, რადგან მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ხანძთის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ 1855 წელს ჯვრის მონასტრის ქართულ ხელთნაწერებში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება პეტერბურგელმა ქართველმა მოღვაწემ ნიკო ჩუბინიშვილმა იპოვა. 1888 წელს ჯერ კიდევ უცნობი იყო ამ ისტორიული ძეგლის სახელწოდება, მაშინ როცა კლარჯეთის მონასტრები აღწერა აკადემიკოსმა პავლინოვმა. ხანძთის გუმბათი სამეფო გვირგვინს გავს, რომელიც 12 წახნაგა გუმბათის ყელს ამშვენებს. თუმცა ამჟამად დამსხვრეულმა გვირგვინმა თითქოს ტანჯული ეკლესიის ბედი გაიზიარა. თუმცა არქიტექტორ ამონას იმდენად მყარი კონსტრუქცია შეუქმნია, რომ მან 1000 წელზე მეტს გაუძლო და დროის შეტევას მთავარ სარდალივით გაუმკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ დრომ გუმბათის სახურავი ჩამოანგრია და ოქროსამა ძებლებმა საყრდენი ბოძი გამოაცალეს, მაინც დგას ძლიერი ბერიკაცივით, რომელიც ჯეელად გამოიყურება, სინამდვილეში კი დახმარების მოლოდინშია, რადგან უსასრულოდ ვერ გაძლებს. ნანგრევებში კი თითქოს გრიგოლ ხანძთელის სხეულთან ერთად სულიც მიმოფანტულა, ისეთი შეგრძნება გეუფლება. მონასტრის დასავლეთ მხარეს არსებული ორსართულიანი სამრეკლო ძველივით უდგას ტაძარს, რადგან უკეთ გამოიყურება. იგი მე-14 საუკუნეს მიეკუთვნება. ძალიან ემოციურია. ძალიან და მან ევაში ხილა რომ წინდა გიგოლი მოვიდოდა. გიგოლმაც ხილა რომ მაგ მოვიდოდა. და ერთმანეთის შეშახდნენ როგორც დიდი ხის ნაცნობები. ტაძრის აგების შესახებ ლეგენდები დადის სოფელში. ჭოროხის გაღმა შორს სოფელ სამწყარიდან ფორთამდე გამწკრივებულ ადამიანებს ხელიდან ხელში მიწოდებული ქვებით ამოუტანიათ ტაძრის ასაშენებელი მასალა და ეს ტაძარი ისე აუშენებიათო. ღირსი გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში, 861 წელს, 5 ოქტომბერს. წმინდანის ნეშტი საკუთარი ანდერძისამებრ დაკრძალეს ხანძთის მონასტერში. ჩვენმა ჯგუფის წევრებმა აქვე უგალობეს კიდეც გრიგოლ ხანძთელის სავანეს. წინდღით ტაოს ტაძრები მოვინახულეთ. გვიან ღამით ჩემი ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი ბესო თოდრაძე
ამ ლექსებს მაცნობს, რომელიც ემოციას უყოლია და დაუწერია. მე ისევ დგავარტაოს მიწაზე, ყლავ აბობოქრთა ჩემში წარსულ, იშხნის ტაძარი, ბანა ხახული, ტაოკლარჯეთი ჩვენ გვაქვს ღაპრული, ტაოკლარჯეთში ხმა მეფეთა, ხმა ის მის ისევ გრიგოლ ხანძთელის და მისი წმინდა ცხოვრება დღემდე გამარჯვებაა ყველა ქართველის. ვინ ისაკუთრებს დღეს ტაოკლარჯეთში, ვინ სურს ატკინოს ქართულ წყლები, მაინც ვერ შეძლებთ არ გამოგივათ, რადგან მყარად დგას ქართულ ფესვები. აჰა ჩვენ ვდგავართ კვლავ ჩვენს მიწაზე და მომავალი ისევ ჩვენია. უფალს მუხ მოყრით ვეთყო ნადლობას, ხოლ დაგვილოცოს ქართულ თერი. ერთი ტაში კიდედ მიუძღვნათ. უფალი არის ყოვლის მხილველი, უფალი არის სიმშვიდე წმინდა, სახიერი და შემოქმედია ის ყოველივეს ხომ ჩვენთვის ქმნიდა. არ დაუფასეთ ეს სიყვარული, არ დაუფასეთ მას ერთგულება, ედემის ბაღი წყალს გავატანეთ და ბილ ცოდვებში ჩვენ პოვეჩვება. უფალი მაინც გვპატიობს ცოდვებს, მიმტევებელი ჩვენი მესია. ამ ყველაფრის და მიუხედავად, ჩვენს გულებში კი მაინც გესმის. ბრავო. უცრემლოდ, უტკივილოდ და განცდების გარეშე შეუძლებელი იყო აქედან წასვლა. მეც ერთი ტკივილიანი ლექსით დავემშვიდობე ხანძთას და ასე ცრემლები და გულის ტირილი არ შენელებულა ჩვენს მეგობრებშიც. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა კლარჯეთში ვართ, კერძოდ ხანძთაში. ეს ის ტაძარია, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ გადაარჩინა საქართველო. თავისი რწმენით, თავისი განათლებით, განათლების კერებით და გრიგოლ ხანძთელს უკავშირდება. მე მინდა ერთი ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დავწერე, როდესაც ტაოკლარჯეთში მოგზაურობდი, ჩემი ერთ-ერთი მოგზაურობა იყო და ალბათ ძალიან უპრიანი იქნება თუ ამ ადგილიდან შემოგთავაზებთ და წაგიკითხავთ ამ ლექსს. ბიარები ბეწვავ ხიდებს თამარ მეფის ნატერფალთან, გრიგოლ ხანძთელის საძვალეს ბაგრატომანთან ნასახლართან, იმათ შვილის შვილის შვილთან, მათი სკივრის შემნახველთან, ნეტავ იმ ძველ საქართველოს, ჩემი თვალით შეგახედათ. სული მთებში მოუნახავთ, საიდუმლობს მთა და ბარი, მიվել ნახე ძველი იქ რომ საქართველო არის, გარედან რომ მზეა ვითომ, შიგნით გულში ცეცხლის ალი, ვიღაც ჩვენებურსა მღერის ხმაში ტკივილები არის, ბიარები ბეწვავ ხიდებს, სოლომონის ძვლების ალაგს, ბაგრატომანთ ნავალ მიწას, სხვა ვატოვებ ცრემლის მარაგს, ყველაფერი მოსჩანს ტერფად, თაბარივით კაცი რჩება, ერთ დროს შვილი დედისგან შორს დედინაცვალს რომ ეჩვევა, მერე ვითომ კარგად მოვლილს, სახეზე სულ ღიმილიანს, გარედან რომ დარდი არა, მაგრამ გულში ტკივილი აქვს, პური რომ აქვს სხვაზე მეტი, შიმშილი რომ არ აწუხებს, მაგრამ სული რომ უტირის გული იტანს სხვა მარწუხებს. ასეთია საქართველო, იქ მთებში რომ კვნესის მღერად, საზღვრის იქით ჯერ ქართველმა უტკივილოდ ვერ იმღერა, მე სულ ფიქრობ მათი ზნემჭირს, უამცაოდ ვერ ვიქნები, იქ რომ მივალ, აქ რომ მოვალ, უცხო არ ვარ, ამ სამშობლოს გეფიცებით. ბაგრატომანთ სისხლის შვილთა, მათი მიწის შემნახველთან, ნეტავ ამ ძველ საქართველოს, ჩემი თვალით შეგახედათ. მეგობრებო, ეს ემოციები გვჭირს თითოეულს. და მე მგონი სხვანაირად არ შეიძლება. მე მგონი სხვანაირად მართლა არ შეიძლება. ჯერ ძლივს ამოვედი აქამდე და რომ მოვედი და არა მოსულიყავი, ალბათ თავს არ ვაპატიებდი. ეკა ჩვენი ძვირფასი ეკა სულ ტირილით ავიდა და ჩამოვიდა. მართლა ძალიან ნერვიულობ, ძალიან ღელავ, ჩემთვისაც 1000-ად ტკივნეულია და აწიც კიდე სიცოცხლის ბოლომდეც გაგრძელდება. ვინც იცით ამის მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა იცით, ვფიქრობ, რომ ეს ცრემლი და თქვენი ცრემლი ძალალი უნდა იყოს ამ მიწისთვის,
წმინდა გრიგოლ ხანძთელისთვის და ყველა იმ წმინდანისთვის, რომელთა საძვალეც აქ არის ტაო-კლარჯეთში. ეს ვიღაცას დარჩა? შეგია? მომიტევეთ. მადლობა მაიკო. კლარჯეთიდან კი არა და ვაიმე საიდან წამოვედით? ხანძთიდან წამოვედით ხალხო, მაგრამ ისეთი ემოციური იყო. ისეთი ცრემლიანიც იყო, ისეთი სულ მუხლებზე დაჩოქილი ავედით, ისეთი ადგილია და მე ვფიქრობ ასეთ წმინდა ადგილზე დაჩოქილი უნდა ადიოდეს ადამიანი სწორედ. მართლა ასია. წელში გამართული ასეთ ადგილზე არ უნდა მიდიოდეს ადამიანი და ვერც მივა. ესეც ბუნების კანონზომიერებაა. ძმათა საფლავებს შორის ხანძთაში განისვენებდა თან უფრო წუხარ, რომ ციხე ტაძართ ვერ დაფარვაში, ვერ დახსნაში და ნგრევაში ქუხარ. წმინდაო მამაო, გრიგოლ ხანძთელო, წუხარ დღეს ცივაერსა და მიწას. ისე არ არის დღეს საქართველო შენ რომ აშენე, ვერავინ იცავს. ტაო-კლარჯეთის ყურა პალატთა, ბაგრატოვანთა სამარხთა მცველო, შენ რომ წახვედი, რა არ გადახდა შენს საქართველოს, გრიგოლ ხანძთელო. ის კი არა და ვეპოტინებით, ენის და რწმენის ჭიდილში ვბორგავთ, მთებს გავხედავ და ასე მქონია, ჯვარზე გაკრული უფალი მოჰყავთ.